მოგესალმებით შემოძვირფასებო. დღეს არის 26 ივლისი. Amazon-დან მომივიდა ნაწილი ამანათის. დიდი ყუთია საკმაოდ. ნახოთ ამჯერად რა არის, დღეს ველოდები კიდე ნაწილს. და მოკლედ ამ ვლოგში გავხსნით საკმაოდ ბევრ Amazon-ს წესით, იმიტომ რომ უკვე ახლოვდება ბავშვის მობრძანება და წესით ამ ვლოგში უნდა გავხსნა ყველა ის დარჩენილი ამანათი, რაც დამრჩა საყიდელი და რაც დარჩა მოსასვლელი. ასე რომ ნახოთ, მაგრამ მანამდე თავი მოვიწესრიგოთ, მე კი დავლია უკვე ყავა სოსოსთან ერთად, სანამ სოსო წავიდო და ამიტომ ცოტა მოვიწესრიგოთ თავი, იმიტომ რომ დღეს ცოტა სახლის საქმეები უნდა გავაკეთო და გავხსნათ ერთად ამანათი მე და თქვენ. და ვნახოთ რები მოვიდა. ზუსტად არ ვიცი ხა იმ ყუთში შეკვეთით სანაწილია მოსული. დაახლოებით ვიცი, მაგრამ რაც მე ვიცი, იმისთვის ეს დიდი ყუთია, ამიტომ გავხსნათ და ვნახოთ ერთად. ეს გავხსენით, ეხლა პროსტა ვენტილატორი ჩავთო, თორე დავუწევი. დღეს ხედა ძალიან. დღეს ძალიან ხედა. გიჟივით ავიწიოთ თმები. ესეთი მინდა რომ სამახსოვროდ დამჩეს. უცელი. ჩავრთავ ვიდეოებს. ეს იყოს სამახსოვროდ. ეხლა კიდე დავიწყოთ გახსნა ამათი დეტალურად. მოკლედ, აქ რეები გვაქვს. თვალსაჩინო რაც არის, ეს არის სოსკა Ace-ის თართის მამ. ანტიკოლიკია. არის ორი ცალი. გავხსნათ, მოდი. 0-დან 3 თვემდე. ამათი ისიც მომივა სპეციალური გასარეცხება. ჟელე. ბავშვების ჭურჭლის. აი ესეთი ტუნტულა. ესეთი. ორი ცალი. შემდეგი. ეს არის ჰიგიენური საშუალებების მოსავლელი რა, თავის უაიტისფერი ჩანჩა, ძალიან კარგია. და შიგნით არის ესეთი ამბები. ესეთი ჩხილების მოსაჭრელი, ესეთი წამლის დასალევი პიპეტკა და თავისი კოვზი. ესე. სავარცხელუკა, თერმომეტრი, ეს ცხვირის გამოსაწმენდი პინცეტი, კიდე რეებია. ეს რაღაცა ფასავით არის, არ ვიცი ეს რისთვის არის. მაკრატელი. კლიპი. შემდეგ აი ესეთი უყნა, ესე ვთქვათ. მე მგონი ეგ თავის თავსახურით არის. ეს არის ენის გასაწმენდი. ესეთიც გასაკეთებელი. ეს
სკალპის ჩოთქი და აი ესეთი. ესეც თავისთვის. ფუფხები და ისინი რო აქვთ რა თავიდან. მოკლედ ესეთი ნაკრები. გაინტერესებთ ალბათ ესეთ ნაკრებში რა მივეცი, ამის ფასი მახსოვს. $9 მივეცი აი ნაკრებში და ძალიან კაია ყველაფერი ერთად არის, დეზინფექციას გავუკეთებთ და გამოვიყენებთ. შემდეგ აი ეს ყუთი ნახოთ რა არის. ნახოთ. ეს არის Philips-ის საწოვარები. 0-დან 6 თვემდე. 4 წელი. 0-დან 6 თვემდე. 4 წელი. ეს გავხსნათ. ეს არის სამშობიარო ჩანთა. ჯერ დიდი განახოთ, სადაც უნდა ჩავალაგო. ამ ბლოგში იქნება ეგეც. რასაც ჩავალაგებ, საკმაოდ ტევადია. ესეთი. ერთი დიდი ჯიბი აქვს შიგნით. და შიგნით აქვს კიდე პატარა ჯიბეები. ეს არის დიდი. და ამას მოყვა თავისი პატარა. ჰიგიენური ნივთების და ეს რაღაცები ჩასალაგებელი. მე ბავშვისთვისაც მაქვს ესეთი ჩანთა ნაყიდი. აი სოსკები და რაღაცები რო ჩავუდო. ეს არის დედის პატარა ჩანთა მოკლედ. აი ესეთი ჩანთით წავალთ სამშობიაროში. და დღეისთვის არა, დღეისთვის კიდე მოვაწესით ამანათი. ამ მომენტისთვის ბოლო. ეს უკვე ჩანს გარედან რაც არის, ეს არის ვანა. ბაიასი. და ნახოთ როგორი იქნება. ვანაში მივეცი $40. $40 გადავიხადე. აქვს ახლა ვეკეთვით. რამე არ გავაყურულნა გავს. ხუთები ბევრი გროვდება ხო. აქ აქვს ტემპერატურის საზომი. აი ეკრანი აქვს პატარა, სადაც წყალს რო ჩაასხავ, ავტომატურად იზომავს რა გრადუსია წყალი. ძალა მიყოფა. ეს არის ასაწყობი ახლა. აი ესეთი. ესეთი ბანაჩკა. ასაწყობია ხო? ესეთია. სასწორებელია. ძალიან კომპაქტურია, იკეცება და ამას მოყვა ესა უმაგრდება სადღაცა ის. რაღაცა დაახლოებით აი ესეთი და ამას აქვს თავისი ბალიში მოყვა. შიგნით ბილად ჩაწვეს. დუნცულა. აი მე რა ბილია. ესეთი. ამას ესეთი კამრები აქვს, რემნები, კამრები რა ვიცი, ჩაუფენ და ჩაწვება ბილად. ამ მომენტისთვის ეს არის ჩვენი ბოლო ყუთი და როგორც კი სხვა რაღაცეებიც მოვა.
თქვენთან ერთად გავხსნით, მე კამერა მივატრიალე. თქვენთან ერთად გავხსნით, თქვენ კიდე დამიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ ნამანათების ეს ნაწილი. მეორე პარტიაც მოვიდა და გავხსნათ ესეც ერთადერთი გამოიყურება ესე ამ პარკში. მეძინა. ვიტოვსიტა. აქ არის მუსტელას ბავშვის დასაბანი შამპუნი და დამატენიანებელი კრემი. ეს არის კრემი, ეს არის დასაბანის საშუალება. ამათი 5 ძალიან ნაკრებიც იყო იზრდა 37. ძალიან ძვირი იყო. ამიტომ ამ ეტაპზე მარტო შამპუნი და კრემი საკმარისია, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჭირდებოდა ყველა პროდუქტის შეძენა ამ ფირმის. ისე ეს მოვიდა. როგორ დავაკუმებულია. აქ არის კერდის საფენები, მრავალჯერადი ბამბის, რომელიც გაირეცხება. 1 2 3 4 5 6 7 14 ცალია. ვაკუუმშია ეხლა და მე გავხსნე 14 ცალია და მრავალჯერადი გაირეცხება, მე ისევ დაიფე. და ასევე არის 3 ცალი. 3 ცალი გასახვევი. ხელები და ფეხები, ხელები რო არ იქნიოს და მაგან არ გააღვიძოს. ხელების ქნევა. 3 ცალი, ესეთი გასახვევი. ესეთი. აი აქ ჩაყობს ტანს, კარგად რო დაგანახოთ. ესეთია. აქ ჩაყობს ფეხებს მუცელზე ესე და აი ესე ხელებზე გადმოუკრავ აქედან და იქიდან. აი ესე მიხვდებით ალბათ. ესეთი ფერის, ესეთი მეორე ვარდისფერია და აი კაცი ვარდისფერი ხა კამერაში როგორ ჩანს არ ვიცი. ესენი ყველაფერი გაირეცხება. და მესამე არის ესეთი. 3 ცალი. შევუძინე. ესეთი გასახვევები და მეოთხე ნივთი არის დღეისთვის ბოლო. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ დღეისთვის ბოლო თეთრეული. ჩემთვის და ლილესთვისაც აუცილებლად გამოვიწერ 100%-ით კოტონი. ამერიკაში თეთრეული 100%-ით კოტონი იაფი არხის. ამაში მივეცი $40 დაახლოებით. იყო ფასდაკრება და არ ამოვიღებ ხა ხვალე სოსოს გასარეცხად უნდა გავატანო.
მოკლედ ესეც თეთრეულია და რო გადავაკრავ, ერთად ვნახოთ როგორი გამოვა. მისთვის აუცილებლად უნდა შევცვალო. აი ესეთი ამბები იყო ჩემო ძვირფასებო. ცოტა ხანში ისე სხვა ახალი ამბავით შემოგიერთდებით. ხვალ ველოდები, როგორც გითხარით, მგონი უკვე ნაკლეიკას, კედლისას და ლოგინის აწყობასაც გადავიღებ. ამ ვლოგში იქნება წესით ლოგინის აწყობა. დღეს არის 27 ივლისი. მოვზილე დილით ცომი, ხაჭაპური უნდა ლილეს და უკვე მოვიდა და ამოვიდა და ეხა ყველი გავამზადოთ და გამოვუცხოთ. იგი ვემზადებით ეხა დასაწოლად და ხო დაგპირდით რომ გადავაკრავ, განახებთ თქო. პირველ რიგში განახებთ ჯერ ნაკლეიკებს, სტიკერები როგორ მივაკარი დღეს დღისით. თქვენს გარეშე მივაკარი და მიკროს განახებთ. და განახებთ თეთრეულს. აი ესეთი გამოვიდა ჩვენი სტიკერები. ხო, და ესეთები. ეს ჩემი ნახატი იცით თქვენ მოხდებოდა აქამდეც. ესეთი ძალიან ნაზი, საკმაოდ კარგი ზომის. და აი აქ დაიქმნება საწოლი მე. ესეც გადასაფარებელი. ესეთია ახლოდან. სამწუხაროდ არ მოყვა საბნის ჩიხოლი, ამერიკული საბნის ჩიხოლი მოყვა. ჩვენებული არა. ესეთი. ხო და ამას ზამთარში ზეწრად ხმარობ ხოლმე ზაფხულში ესე, გადასაფარებლად. ეს რეზინიანი მოყვა ერთი, ეს საბნის ჩიხოლია სინამდვილეში, ოღონ აქაური და ძალიან სისურელია, მე არ მომწონს აქაურები. ვინმეს კითხოთ თუ გაგიჩნდებათ ეს როგორ უნდა დაიფარო, ეს უნდა დააფარო ესე უკუღმა, ზემოდან გადააფარო საბანი და მერე ცოტა გადაუკეცო ესე. თავისებური ის აქვს რა. ხო და მე ზამთარში ამას ზეწრად ხმარობ, ზაფხულში ესე გადასაფარებლად. ორი ბალიშის პირი მოყვა, ერთი რეზინიანი ეს და ერთი ეს. ძალიან ლამაზია რა. აქეთ გვაქვს ჩემი მუცელი, რომელიც ყველგან ჩანს. ორი ტომარა სარეცხი, რომელიც დღეს ხვალე დაიკეცება, იმიტომ რომ გვიან მოვიდა სოსო. ეს ტელევიზორი და გარდირობი აქეთ გადმოვდგი. იქ იდგა ადრე, ხა აქეთ იდგმება. ამ ტელევიზორს ყურებოთ მოგვინდება ესე ტრიალებს ფეხების გარეშეც. შეგვიძლია რომ უფრო კარგად შემოვატრიალოთ თუ რამეა. ეს პრობლემას არ წარმოადგენს. იქეთ სარეცხია, რაც გადავაძრე ახლა თეთრეული და სარეცხები ამათ რო გავაცარიელებ, მე გადმოვიტან. ხო და სავარაუდოდ ხვალ უკვე აიწყობა საწოლი და იდგმება აქ. მე გავრეცხე ჩანთა, რომელიც სამშობლოში უნდა წავიღო, არ ვიცი. ამ ვლოგში არ მგონია რომ იყოს ჩანთი ჩალაგება, მაგრამ შემდეგ ვლოგში სავარაუდოდ იქნება უკვე. ამ ვლოგში არ მგონია, იმიტომ რომ ხვალ არ მგონია ზეგ ჩავალაგებ ალბათ რა. ნახოთ. მოკლედ დღეს 27 ივლისის დღე ამით დასრულდება და გემშვიდობებით. ძალიან მტკივა წელი, დღეს ბევრი საქმე გავაკეთე. სიმართლე გითხრათ და კოცნით და შემოგერთებით ხვალ უკვე. უი, ხაჭაპურები განახოთ, ხაჭაპურები ხო გითხარით. გამოვაცხო მეთქი, არ მინახებია თქვენ. ცედეთ. ესე, მოდინ ცალია 3, 4, 5 იყო. 5 ცალი იყო გამოვაცხე და მერე დარჩა ცომი და ესეთი პური გამოვაცხე მერე. რომელიც ახლა სოსო მიირთო. ესე. всё. თევს ვაჭმევ ხა და წავედი დავიძინებთ. ხვალამდე. მომწონს ძალიან. Mogę chara mamy go. Mas. Mogę chara. Şimdi hele buyurun oğlum. Madem lütfen. Ama kapımı sakin.
ეს? მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის 2 აგვისტო. ბოლო კადრიდან საკმაოდ დრო გავიდა, აღარ გადამეღია. დღეს მინდა რომ შევაჯამო ეს ვლოგი, ცოტა ხანში მოვლენ ჩემთან მაგდა და ანდრია სტუმრად და მინდა რომ პატარა ეს სუფრა რა. პატარა სადი, დიდასადიც არაფერი. ხორცი დაჭრილი მაქვს უკვე სამწვადედ ტაფაზე შევწვავ, კარტოფილს ახლა თქვენთან ერთად გავთვლი დავჭრი, კამასთან ერთად შევწვავ და სალათა იქნება, ყველი იქნება, მჭადი იქნება. ძალიან ესეთი გლეხური, მაგრამ გემრიელი დილი გამოგვივა. ასე რომ დავიწყოთ საქმე. Mochi? Ეხლა ვედეთო. Aha, moდი ჭიქაში ჩაგიდო ნაყინი რო დაგჭირდი? მოდი. და დღეს ლამელი მოვწერ. მე ვიცი ახლა. და მალაბანდა. Hello და უკვე.
მოვალე ხლავე დამაცადე.
რა ხდება ვერ გავიგე. რაღაცა ვიქნა ვერ გავიგე. რა? აი მე არა, რო გითხრა მიყვარს არა, მე მიყვარს აი არა, იორჩ. აი გენი მიყვარს რა. ცოტა ეს არა, მაგრამ ხალხი ცნობილია. ისთვის. შესანახავთ? აა. და ვიდეოშიც გადავუტა. ესეც შემოძვირფასებო. ეხლა არის 10 საათი ხდება საღამოსი. ცოტა ხნის წინ გავაცილე მაგდა და ანდრია. თვითონ სუფრასთან ყოფნის პროცესი ვერ გადავიღე, იმიტომ რომ არ არის კომფორტული რა. გადაღება ამ დროს, როცა არ სურს ადამიანს კადრში გამოჩენა, თან 1000 თემაზე ვსაუბრობთ ხოლმე და ხო გესმით. თუმცა რაც მომზადების პროცესი კი გადავიღე და განახეთ. ნახევარ ჭუჭელი დავრეცხე, ნახევარი ვერ დავრეცხე. იმიტომ რომ ვერ შვები რა, სოსოს ველოდები დაგეხმარები რომ მოვალო. ხო და ერთად მერე დავასრულებთ მაგ ამბავს. ისი თქმა მინდოდა. აი ხანია ისე ვლოგი უკვე არ დამიდია. ხო და დავპირდი წინაზე ლაივში რომ ზეგ საღამოს თქვენი დროით დაიდება თქო და პირობა უნდა შევასრულო. მე რაღაც არის შემოფრენილი და მოვკლავ. მივას სიკვდილებ ხა სანამ მიგზის. ეს წუმკალა ეს რაღაცა პეპელასავით არის. ნახე გამიფრინდა ვერ მოვასწარი. დაეგდე სადმე დაეგდე მიგასიკვდილო. მიდი დადექი დაჯექი ნახე მაინც დაჯდა. ნახე როგორ სურათში შე. აი მივაკალი თუ ვერა წაკლა ესა. ხო და რა ისე თქვა მინდოდა. მომივარდა თავიდან. ხო და უნდა დავდო თქო რა ეს ვლოგი და დავამონტაჟო ხა. სანამ მოვა სოსო და დაგიდოთ. ამის შემდეგი ვლოგი იქნება უკვე სამშობიაროში წასასვლელი ვლოგი, სადაც გავემზადები, ჩანთას ჩავალაგებ უკვე, იმიტომ რომ ძალიან მალე დაიბადება ბავშვი. შემდეგ ვლოგი იქნება წასვლის, გამზადების და იმის შემდეგი იქნება უკვე ბაიას მობრძანების, ასე რომ ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი რა. ლოგინი კი ნახეთ უკვე, ყოფილი ვარ. ამ ხელას არ მეგონა სიმართლე გითხრათ თუ იქნებოდა. კარგი ზომა. სოსკები მაქვს გასარეცხი. ბოთლები. ესენი არ დამირეცხია, დასასტერილიზებელი და გასარეცხი რა. ხო. მოკლედ ცოტა ესა მაქვს პატარა საქმეები, საყიდელი არაფერი აღარ მაქვს, პირველი ეტაპისთვის ყველაფერი მზად მაქვს. უბრალოდ ჩანთა მაქვს შესაძლებელი და ამას უკვე შემდეგ ვლოგში აუცილებლად ნახავთ. ერთად ჩავალაგოთ წასაღები რაღაცეები.
ნერვიულობ, ვერ ვიტყვი რომ არ ნერვიულობ, იმის მიუხედავად რომ ვიცი რა გამოცდილებაც მაქვს და ვიცი რა მელოდება წინ. ნერვიულობ, როგორ ჩაივლის ოპერაცია ბუნებრივია, ეხა ხელფეხ დაწყობილი არავინ შედის ხო საოპერაციოში. თან მიხარია რომ მალე შევხვდები ჩემ შვილს, თან ნერვიულობ და ღვთისწყალობით იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის, ჯანმრთელი იქნება, მეც კარგად გადავიტან ოპერაციას, შეხორცებას და ასე შემდეგ და ახალი ეტაპი დაიწყება ჩვენს ცხოვრებაში ძალიან მალე და მადლობა უფალს ამისთვის და ვთხოვ რომ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიაროს. ვისაც ამ პერიოდში გიწევთ მშობიარობა ელოდებით დღე-დღეზე, ყველას მშვიდობას გისურვებთ, უფლის წყალობას ძალიან გვჭირდება ჩვენს და ჩვენს პატარებსაც. ყველას გისურვებთ მშვიდობას ჩემო ძვირფასებო და ვიცი რომ ბევრი ელოდებით ჩემს ბაიასაც, რაც შეეხება ბაიას გამოჩენას, იცი რა არის, ან საერთოდ არ გამოვაჩენ რაღაცა პერიოდი, ან ეს ერთი ხელის გამოჩენა და ერთი ფეხის გამოჩენა და დათუნიების სახეზე დახატება არ მიყვარს რა. ან გამოვაჩენ, ან საერთოდ არ გამოვაჩენ, ასე რომ ნახოთ რა როგორ ვიქნები. როგორ ვიქნები, როგორი განწყობაზე ვიქნები, მენდომება თუ არა, ნახოთ რა, ამას მე გადავწყვიტავ რომ დაიბადება, მაგრამ გაგებით ძალიან მალე გაიგებთ რა. რომ დაიბადა ჩვენი ბაია და მაქსიმალურად გადავიღებ ვლოგსაც, რომ მაქსიმალურად იყოთ იმ დღეს ჩვენთან ერთად. კი იქნებით იმ დღეს ჩემთან ერთად, მაგრამ რა თქმა უნდა იმ დღესვე ვერ ნახავთ. როგორც კი შევძლებ დამონტაჟებას და დადებას, მაშინვე ნახავთ, მაგრამ პოსტით იმ დღეს თუ არა მეორე დღეს აუცილებლად გაიგებთ. ბავშვის დაბადების ამბავს. სახელი უკვე დაზუსტებით შერჩეული მაქვს, კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს თვითონაც კმაყოფილი იქნება რომ გაიზრდება. და ესეთი ამბებია რა, მოლოდინები დიდი მაქვს და ჯერ არ ყველაფერი კარგად იქნება. ეს არის ამ ვლოგის შემაჯამებელი კადრი, ჩემო ძვირფასებო, ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, თუ არხი გამოწერილი არა გაქვს, გამოიწერე და იყავით ჩემთან ერთად და დავაკვირდეთ ერთად ჩემი ცხოვრების განვითარებას, რა იქნება ხვალ ერთი წლის მერე და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჯამში ძალიან საინტერესო იქნება. მე ესე მგონია. დაგემშვიდობებით ახლა ჩემო ძვირფასებო და ვეცდები რომ ძალიან მალე დავდო შემდეგი ვლოგი. ვნახოთ რას ჩავალაგებ სამშობიაროს წასაღებ ჩანთაში. შემდეგ შეხვედრამდე. დროებით.